მოგესალმებით ყველას. მოგვიახლოვდა UFC 323. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ივენთი და მოდი გავარჩიოთ რა ხდება საინტერესო, საინტერესო ვიცით რა ხდება, მაგრამ ზოგადად რა შეიძლება ველოდოთ საინტერესოს მთლიანად კარდიდან. მოდი დავიწყოთ პრელიმით. უბრალოდ early პრელიმია საკმაოდ დახუნძლული ბრძოლებით. ზოგადად early პრელიმზე დიდი ხანი არ ჩერდებით ხოლმე და არც სეტანტა სპორტი არ აჩვენებს. თუმცა ორ ბრძოლას მაინც შევეხები გარკვეულწილად. ეცონ ბარბოსა უბრალოდ იმსახურებს, რომ მისი ბრძოლა თლად ყურადღების გარეშე არ დავტოვოთ, კარიერულად იმსახურებს, მართალია არ არის საუკეთესო დრო, ეს არავის არ არის ახალი. მეტოქე ეყოლება ჯალილ ტერნერი. რა შეიძლება ითქვას ამ ბრძოლაში? ვფიქრობ, ამ არ ვიქნები ორიგინალური, თუ ვიტყვი რომ ამ ბრძოლაში ალბათ ფავორიტად უნდა ჩავთვალო ჯალილ ტერნერი, ვინაიდან კი თავის საუკეთესო წლებში ნამდვილად საპირისპირო აზზე ვიქნებოდით, მაგრამ ამჟამად ახლა არავის არ არის ახალი რო ეცონ ბარბოსა არის, მაინც ძალიან შორს იმ ეცონ ბარბოსასგან, რასაც ის თავის დროზე წარმოადგენდა და ვფიქრობ, ძალიან გაუჭირდება მას ჯალილ ტერნერთან ბრძოლა. სხვა შორის ბოლო ბრძოლებსაც თუ შევხედათ, ორმარცხიანი სერია, იდეაში ორმარცხიანი კი არა, მოდი პირდაპირ ვთქვათ, ბარბოსას სამარცხიანი სერია აქვს, იმიტომ რომ სოდიკ იუსუფთან პრინციპში მას ბრძოლა აჩუქეს. ბრძოლა რეალურად წააგო. ამის შემდეგ ყველა ერონ მერფი იყო დრაკარ კლოზე და ორივე ამ შემთხვევაში დამარცხდა. რაც შეეხება ჯალილ ტერნერს, ახლა ისიც ვერ ვიტყვი რომ წინავს ვარსკვლავებს წვეთსო. თუმცა მასაც სხვა შორის ორმარცხიანი სერია აქვს, მაგრამ აქ საქმე იმაშია რომ მან წააგო ჯერ ერთი იგდასვიო ბოჰამენდესთან და რენატო მოიკანოსთან. ბოჰამენდესი საერთოდ ამომავალი ვარსკვლავია, მოიკანო ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება არ უგებს ძალიან ხშირად ასეთ მებრძოლებს ყოველ შემთხვევაში და თან ორივეჯერ მან ჯალილ ტერნერმა წააგო მიწაზე და ახლა მიწაზე არ მგონია რომ ბარბოსა მისი განაყვანი იყოს. მეორეს მხრივ შეიძლება ბარბოსას შანსებს ზრდის ის ფაქტორი, რომ ზოგადად ჯალილ ტერნერი ვერ იგებს გადაწყვეტილებამდე. ბარბოსას დაფინიშება კი რთულია. ანუ თუ ბარბოსა ჩავთვლით რომ ბარბოსას ჯალილ ტერნერი ვერ დააფინიშებს და ზოგადად არ არის მარტივია ბარბოსას დაფინიშება. შესაბამისად ბრძოლა მივა გადაწყვეტილებამდე. ხო, გადაწყვეტილებამდე ჯალილ ტერნერის ყველა ბრძოლა რაც კი მივიდა ბარბოსმა წააგო, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, აი ეს სცენარი რომ გადაწყვეტილებით იგებს ბარბოსა აბსოლუტურად რეალური მგონია, ოღონდ ბარბოსა რომ იყოს ძველი ბარბოსა. ასეთი ბარბოსა, დღევანდელი ბარბოსა, ჩემი აზრით ვერ მოუგებს. მე ვფიქრობ ჯალილ ტერნერს საერთოდ შეიძლება სულად დაფინიშდეს ბარბოსა, ან გადაწყვეტილებამდე მივიდა, შეიძლება ისე მოხდეს, რომ ჯალილ ტერნერმა კარიერაში პირველად მოიგოს გადაწყვეტილებით. ხო, თუ კიდე არ აჩუქეს ბარბოსას, მოგება როგორც ეს სოდიკ იუსუფის შემთხვევაში იყო. კიდევ ერთი ბრძოლას მინდა შევეხო early პრელიმზე. მარვინ ვეტორი ჩვენთვის კარგად ნასტოვი მარვინ ვეტორი ხდება ბრუნო ფერეირას. მოიჭრეთ ძალიან უცნაურია ეს ბრძოლა early პრელიმებზე, მართლა საინტერესო ბრძოლაა. მაგრამ აი ამ ბრძოლაში ნამდვილად შეიძლება რაღაც ისეთი მოხდეს, რაც არ მოხდა ჯერ თან ორივე მებრძოლთან მიმართებაში, მაგალითად ბრუნო ფერეირა ჩემი აზრით თუ უნდა მოუგოს მარვინ ვეტორის, მაშინ უნდა გათიშოს. ანუ დააფინიშოს ასე რა, გათიშოს საბიშენ დასჭირდება. და საკმაოდ ძალიან რთულია და თან თუ ეს მოხდა, ბრუნო ფერეირამ თუ დააფინიშა მარვინ ვეტორი, გამოვა მარვინ ვეტორი კარიერაში პირველად წავიდეს ფინიშში. მეორე მხრივ თუ ვერ დააფინიშა ბრუნო ფერეირამ და მივიდა ბრძოლა გადაწყვეტილებამდე, როგორც ამბობთ, ბრძოლა ეს იქნება პირველად ბრუნო ფერეირას კარიერაში, როცა მისი ბრძოლა მივა გადაწყვეტილებამდე. აი საინტერესო ის გვაქვს და თან რა თქმა სავსებით რეალურია. პრინციპში მე ყველაზე რეალური ეს ორი ვარიანტი მაქვს. რაც გულისხმობ, იცით, ბრუნო ფერეირას შეუძლია მეტოქის გათიშვა და თუ ვერ გათიშა, მარვინ ვეტორი დიდად ფინიშერი არ არის. მაშინ ბრძოლა უნდა მივიდეს გადაწყვეტილებამდე, რომ ვინც არ უნდა მოიგოს გადაწყვეტილებამდე. კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ მივიდა ბრძოლა ბრუნო ფერეირას, ეს იქნება პირველი ბრძოლა მის კარიერაში, რომელიც მივიდა გადაწყვეტილებამდე. ახლა მოდი უფრო ჩავუმარდე და უფრო მეტი ალბათობა რისია.
ნამდვილად კარგი ფინიშერია ბრუნო ფერეირა, მაგრამ აი ძალიან გამიკვირდება რომ ბრუნო ფერეირამ გადაწყვეტილი დააფინიშოს მარვინ ვეტორი. ნუ არ ფინიშდება ვეტორი რა. არ ფინიშდება, აქ თუჯის თავი აქვს მაგ ადამიანს და რაღაც ხეულიც ისეთი უსქელესი კისერი, რომელიცაც ვერ დაიჭერ ვერანაირ მარყუში, რაღაცნაირი ხელები, ტორები, კიდე რომელსაც ვერც გადატეხავ, მოკლედ მიჭირს რა დავინახო ბრუნო ფერერას ფინიში, ყველაფერი ხდება, რა თქმა უნდა, მე შეიძლება შევცდები, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ნაკლებიც არ ვარ. შესაბამისად, თუ ბრუნო ფერერას ფინიში ვერ ხედავ, მაშინ ბრძოლა მიდის გადაწყვეტილებამდე. აი გადაწყვეტილებამდე მისულ ბრძოლებში ძალიან ბევრად მეტი შანსი აქვს გამარჯვების ვეტორის. ვეტორი გადაწყვეტილებებით საერთოდ გამოსვლებას ბევრად მეტი აქვს ფერეირაზე გადაწყვეტილებებით დასრულებულ ბრძოლებში. თან აი ფერეირას იმას რო შევხედოთ, მესამე რაუნდში მე მგონი საერთოდ არც ყოფილი. არა, იყო ერთხელ და წააგო, ხო, მესამე რაუნდში წააგო აბუს მაგომედოვთან ერთხელ იყო მესამე რაუნდში. ფერეირა და აბუს მაგომედოვმა მოგუდა. ხო, ნუ ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს რომ აი დროში გაწედილი ბრძოლები ალბათ არ არის ბრუნო ფერეირას ასე ვთქვათ ძლიერი მხარე და შესაბამისად თუ ვერ დააფინიშა, ისეთი დიდი შანსიც არის რომ ვერ დააფინიშოს ბრუნო ფერეირამ, ალბათ გაწედილი ბრძოლაში ბრუნო ფერეირას შანსები მცირდება. უფრო მეტი შანსია რომ მარვინ ვეტორიმ გადაწყვეტილებით მოიგოს, თუმცა მესამე რაუნდში იგივე დაღლის კვალობაზე ვეტორი არ არის ფინიშერი, მაგრამ დაღლილი ბრუნო ფერეირა შეიძლება დაღლიშეს კიდევ, მაგრამ მაინც უფრო მეტად გადაწყვეტილება მგონია ვეტორის სასარგებლოდ. მოდი გავაგრძელოთ. ეს მოვჭერთ ვიცი მეტი არ გვინდა ფრელიმზე, გადავიდეთ ფრელიმ ქარდზე. ფრელიმ ქარდის პირველი ბრძოლა, დღეს დღევანდელი მონაცემებით ყოველთვის არის ნაზიმ სადიხოვი. ფარედ ზიამი ალჟირელს ხდება აზერბაიჯანის წარმომადგენელი. სხვაჩორის ბუკმეკერები ფავორიტად თვლიან ფარედ ზიამის და მე ცოტა არ იყოს არ ვეკახტები. მე მგონია რომ ნაზიმ სადიხოვს შეუძლია ფარედ ზიამი დაამარცხოს. ნუ კი არის იქ რაღაც ფაქტორები, რომელიც შეიძლება ითქვას რომ ნაზიმ სადიხოვს ასე ვთქვათ პრობლემებს გვპირდება ნაზიმ სადიხოვისთვის. ნუ პირველ რიგში ის არის რომ ფარედ ზიამის ბრძოლები როგორც წესი იჭიმება დროში. როგორც წესი თუ იგებს ზიამი იგებს გადაწყვეტილებით, ანუ მთლიანად დიდად ფინიშერი ზიამი არ არის. ძალიან დიდი ხანია სხვა ზიამს ზოგადად თუ აქვს ბოდი ფინიშები კი აქვს, კი როგორ არ აქვს, მაგრამ ბოლო პერიოდი რაც მაღალ დონეზე იბრძვისაც UFC-ში და ასე შემდეგ სულ გადაწყვეტილებებით იგებს. კი, მხოლოდ გადაწყვეტილებებით. ამიტომ სწრაფი ფინიშერი ნაზიმ სადიხოვი, მოკლედ არ არის მარტივი რომ სადიხოვმა თავის ჩვეულ სტილში ძალიან მალე დააფინიშოს ზიამი. თუმცა არ არის აუცილებელი სადიხოვისთვის რომ მალე დააფინიშოს. სადიხოვის სხვათაშორის არ აქვს ცუდი კარდიო და როგორც წესი ის გვიან რაუნდებშიც არათუ კარგად იბრძვის ფინიშინგის უნარებსაც ინარჩუნებს. ასე იყო ფიური ფაითინგ ჩემპიონშიპში, სადაც საკმაოდ შეა დაფინიშებდა მეტოქეებს გვიან რაუნდებში და პრინციპში UFC-შიც უკვე გვიჩვენა. კი ბატონო, მესამე რაუნდში მოუგია კიდეც ფინიშით. მეორე რაუნდშიც დაუფინიშებია მეტოქე. მოკლედ უბრალოდ დიდი უპირატესობა აქვს ფარეს სიმაღლეში და ამის გამოყენება ალჟირელმა იცის კარგად, მაგრამ რა ვიცი, მე მაინც რატომღაც შეიძლება ვცდები, მე არ ვამბობ რომ დიდი ფავორიტია ნაზიმ სადიხოვი, მაგრამ მცირე ფავორიტად მას დავაყენებ. სხვა შორის არც ფარეს ზიამის არ აყენებენ დიდ ფავორიტად. ზიამსაც მცირე ფავორიტის სტატუსი მისცეს, მაგრამ მე ამ მცირე ფავორიტის სტატუსს მივცემდი ნაზიმ სადიხოვს. შემდეგი ბრძოლა, რომელზეც მინდა ვისაუბრო, ეს არის ტერენს მაკინი, კრის დანკანი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ, ხალხო, არ გამოტოვოთ, არ გაგიჟდეთ ეს ბრძოლა, არ უნდა გამოტოვოთ. ნუ ეს ბრძოლა არის, რომელიც აი 99%-იანი ალბათობით დასრულდება მალე. აი, თან როგორც ამ 99-დან ალბათ 70% პირველ რაუნდში, თუმცა შეიძლება მეორეშიც გადავიდეს.
ნუ საქმე რაშია ტერენს მაკინი პირველ რიგში მოდი ვთქვათ რომელიც ან ვადამდე იგებს ან ვადამდე აგებს და საერთოდ სხვადასხვა თუ ეხა ჩავხედავ და მე მგონი ნამყოფიც არ არის მესამე რაუნდში საერთოდ წინასწარ მოდი რო არ მოგატყუოთ მაინც ჩავხედოთ მოვძებდოთ ტერენს მაკინი და იბატონო აგერ არის ტერენს მაკინი რომელსაც 11 გამარჯვება და 7 მარცხია და კი ბატონო 0 decision-ების გრაფაში როგორც მოგებებში ასევე წაგებებში და საერთოდ დროს რაც შეფიდბე 1-1-1-1 აქ 2 სასაულიკაცია ესე იგი მიაქციეთ ყურადღება სამჯერ არის სულ ანუ სულ ხო აქვს 24 ბრძოლა ჩატარებული აქედან სამჯერ ბრძოლა დამთავრდა მეორე რაუნდში დანარჩენი ყველა ბრძოლა დამთავრდა პირველ რაუნდში ნუ რანაერად უნდა გაგრძელდეს ეს ბრძოლა დიდი ხანი ამიხსენით მით უმეტეს რომ მოდი გადავიდეთ კრის დანკანზე რომელსაც სულ აქვს 14 მოგება უბრალოდ სულ აქვს 16 ბრძოლა და ამ 16 ბრძოლიდან მხოლოდ 4 მივიდა გადაწყვეტილებამდე ანუ აქაც ვხედავთ რომ ძალიან დიდი პროცენტია ფინიშის დანკანის პრინციპში ფინიშერია თან წაგებაც უყვარს ფინიშით რაც შეეხება გამარჯვებულის გამოვლინება აქ არის ძალიან რთული გამოგიტყდებით საერთოდ მიჭირს აქ პროგნოზს არ გავაკეთებ რა უბრალოდ პროგნოზს გავაკეთებ რომ აქ იქნება უფრო მეტი ალბათობით პირველ რაუნდის ფინიში ნუ ცოტა მცირე ალბათობით მეორე რაუნდის ფინიში ეს არის აქ ჩემი პროგნოზი მეტი არაფერი იმიტომ რომ ორივე ისეთი მებრძოლია ტერენს მაკინის რა უნდა გავუგო შეიძლება საჯიჟეთი მოაწყოს და ისე გაანადგუროს საკმაოდ ძლიერი მეტოქე შეიძლება მეორე დღეს საჯიჟეთი მოიწყოს თვითონ და განადგურდეს თვითონ ნუ ან უსუსურთან არა მაგრამ აი იმაზე ცოტა სუსტან ვინც თავის დროზე ვინც მანამდე გაანადგურა მოკლედ ამ ბრძოლაში ჩემი პროგნოზი არის ვადადელი გამარჯვება რომელიმე მხარეს გრანდ დაუსონი მანუელ ტორესი ეს არის ძალიან საინტერესო ბრძოლა ეს არის როგორი ბრძოლა აქ მაგალითად მე პროგნოზს გავაკეთებდი როგორ პირველი 2 წუთი პროგნოზს არ გავაკეთებდი აი 2 არ 3 დავდავიდეს პირველი 3 წუთი არ ვიცი რა ხდება აი 3 წუთს თუ გადაცდა ბრძოლა ამ 3 წუთში და 3 წუთში შეიძლება გრანდ დაუსონმა წააგოს უფრო ორში 3 დავისყრიე რატო ახლა გრანდ დაუსონი სწორედ არის ძალიან ძლიერი მებრძოლი ზოგადად ძალიან რთულია მისი დამარცხება და თუმცა დაუსონს ახასიათებს ძალიან ცუდი თვისება რომელიც ზოგადად მებრძოლს ახასიათებს და არა მებრძოლს მე სპორტსმენს ახასიათებს არის სპორტსმენები რომლებიც ცოტა მოკლედ თავიდანვე ვერ შედიან ბრძოლაში თამაში არ აქვს როგორი რა სპორტის სახეობაც არის იმის მიხედვით ანუ რაღაც ან გახურება პირდაპირ გაგებით კუნთების გახურება კი არა რაღაც აი ხასიათის გახურება ჭირდება თუ აი ასეთი არის გრანდ დაუსონი რომელიც თავიდან არის მოდუნებული და მიაქციეთ ყურადღება დაუსონის რეკორდს დაუსონს 2-2 მარცხი აქვს კარიერაში 23 გამარჯვებასთან ერთად და ორივე მარცხი აქვს ნოკაუტით პირველ წუთზე ანუ წუთზე ნაკლებ დროში ანუ წუთს თუ გაცდა ბრძოლა დაუსონი აღარ აქებს ვეღარ არის საქმე საინტერესო მეტოქი ყავს ძალიან დაუსონს იმიტომ რომ მისი დაუსონის შეერთებით არის მანუელ ტორესი რომელსაც მოდი შევხედოთ UFC-ს მექსიკელია ტორესი რომ UFC-ს კარიერა შევხედოთ UFC-ში მანუელ ტორეს აქვს 4 გამარჯვება და 1 მარცხი ნუ მოდი დანავეტის კონტენტების სერიას UFC-ს მივაკუთვნოთ ესეც არის პრინციპში UFC-სია დანავეტის კონტენტების სერიას ნუ ჩავთვალოთ რომ მას აქვს ჩატარებული სულ UFC-ს 6 ბრძოლა საიდანაც 5 მოიგო და 1 წააგო ყველაფერი ეს აი ეს 6 ბრძოლა დამთავრდა პირველ რაუნდში თან ნახეთ მოგებები ამ 5 მოგებიდან 4 აქვს ან 2 წუთში ან ნაკლებში ანუ პირველ წუთებზე მეტოქის გათიშვის და დაფინიშების ექსპერტი თუ ვინმე არის თანამედროვე MMA-ში პირველ რიგში არის მანუელ ტორესი ანუ შანსი იმისა არის რა თქმა უნდა რომ ტორესმა პირველ წუთზე დააფინიშოს გრანდ დაუსონი მაგრამ თუ გადაცდა თუ გახურდა დაუსონი იგზნო უკვე ბრძოლა აქ უკვე ჩემი აზრით მანუელ ტორესის შანსები მცირე ამიტომ ვამბობ რომ მე პირველი 3 წუთი გავჩერდებოდი პროგნოზისგან თავშევი გავიდი და აი 3 წუთს თუ მიაღწია ბრძოლამ მაშინ უკვე გრანდ დაუსონს დავასახელებდი ფავორიტად ახლა თქვენ შეიძლება მითხრათ მაშინ პირველ 3 წუთში რატო არ ასახელებ ფავორიტად ტორესო იმიტომ არ ვასახელებ რომ პირველ 3 წუთში ეს გარანტირებულად გათიშავს ტორესი ეგრე არ არის გრანდ დაუსონი კიდე იმ ორჯერო წააგო კიდე 23 ბრძოლა ქონდა ამის გარდა სადაც ასევე იყო პირველი 3 წუთი მაგრამ არ გათიშულა
ანუ იმ გათიშას ძალიან რთულია დადო რა, დადებაზე კი არა, ანუ ასე ვთქვათ, იწინასწარმეტყველო მაინც პირველ წუთებში მოგე. უბრალოდ გრანდ დოუსონის სისუსტე არის ცოტა თავიდან მოდუნება და თუ ეს ამ პერიოდში ის მას რაღაცა სასწაული არ ჩაუტარა მეტოქემ, რაც პრინციპში რეალურად ტორეს აქვს ამის აი იმიტომაც არის პირველი 3 წუთი იმიტომ ვიკავებ თავს რომ ტორესია. ტორესი რო არ იყო და სხვანაირი მებრძოლო იყოს, პირდაპირ თქო დოუსონი მოიგებს. მაგრამ ვინაიდან ტორესია მაინც მოდი პირველი 3 წუთი გავჩვდი მე შევხედავ ზოლა. 3 წუთს თუ გადასცა ჩემი აზრით მე უკვე იქ დოუსონს ტორეს დოუსონთან ძალიან გავუჭირდება. მოვიდეთ პრემიერ კარდი მოვჩით მთავარ ქარდზე. ხო, სანამ მთავარ ქარდზე გადავალ, გეტყვით რომ თუ მოგწონთ ჩემი არხი, გამოიწერეთ. ნუ ეს ვიდეო კი შეგიძლიათ დალაიქოთ, მოიწონოთ, მოგესწრებით. ახლა რა შეეხება მთავარ ქარდს. მთავარ ქარდს ხსნის იან ბლახოვიჩი, ბოგდან გუსკოვი. ბრძოლა, რომელიც, აი საინტერესო ბრძოლაა რა. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში შარშან რო ყოფილიყო ეს ბრძოლა, შარშან წინ მით უმეტეს, ხო? აი აქ უბრალოდ შანსს არ მივცემდი ბოგდან გუსკოვს. აი უბრალოდ ისეთი სხვადასხვა დონის მებრძოლები არიან რა. იან ბლახოვიჩი მე წარმომიდგენია როგორ შეიძლება საერთოდ რატო ხდება გუსკოვი ბლახოვის, ხო? რატო გიხარ 1-2 წლის წინ თქო, იან ბლახოვიჩი არის 42 წლის. ახლა რაც ისე 42 წლის, 42 წელი არ არის არაფრის გარანტია, რომ ის აუცილებლად ცუდად იჩხუბებს, მაგრამ ზოგადად ასაკში შესვლას ახასიათებს ესეთი რაღაცა, რომ აი უცებ მოკლედ 40 განაცილებული მებრძოლი, ну ასაკში შესული მებრძოლი შეიძლება აი 2 თვის ინტერვალში იბრძოლოს და აი ერთხელ გამოვიდა ძალიან მაგრად და ასაკიდის თქვა და 2 თვეში გამოვიდეს და აი 2 თვეში დაეწყოს ასაკი. მოკლედ სიბერე ისეთი ცუდი და მე აი უცებ უტყავს რა და ამიტომ მე არ ვიცი უკვე დაარტყა ბლახოვის სიბერემ თუ არა. ჩვენ ვიცით აგერ ტეიშეირას 45 წლამდე 42-ის მეგონი ჩემპიონი გახდა ტეიშეირა, მაგრამ ეს ინდივიდუალური ფაქტორია რა, ყველა ადამიანზე ეგრე ერთნაირად არ მუშაობს. არის ადამიანები, ვისაც ასაკის უტყავს, ასე 35 რო გადაცდებიან შემდეგ და არის ისინი, ვინც დაუშვათ 45 რო გადაცდებიან შემდეგ უტყავენ, მაგრამ ბლახოვიჩის შესაძლოა არ ვიცი რა არის. ამიტომ თუ ბლახოვიჩი ოდნავ მაინც შენარჩუნებულია ძველი ბლახოვიჩი, უბრალოდ ვერ ხვდები გუსკოვმა რა უნდა უკნას. ბლახოვიჩი ფეხზეც არანაკლებია ყოველ შემთხვევაში გამოსვლია კი სტრაიკერი როგორც ასე უფრო სახიფათო ნამდვილად გუსკოვია. გაცვლა თუ მოხდა იქ არ არის ბლახოვიჩიც კარგი, მაგრამ ბლახოვის იხლა კლასი ეგ და გამოსდება რომ თავისუფლად შეიძლება გუსკოვი წააქციოს. ვერ წააქციებს კი ბატონო, შეუძლია კლინჩი ამუშავოს. ბევრი რამე შეუძლია ბლახოვის გარდა. გააუვნებლოს გუსკოვი შეუძლია. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ბლახოვიჩს შეუძლია და ეს ბლახოვიჩია თორე მე არ ვიცი. მე არ ვამბობ არ არის. უბრალოდ არ ვიცი, რა არის და შინაარსად ასე ბრძოლებზე მე არ ვიცი ვინ იქნება ერთ-ერთი მებრძოლი. მე პროგნოზ არ ვაკეთებ იმ ბრძოლაში და აქაც მე არ ვიცი, კი ვიცი რომ იან ბლახოვიჩის სახელი და გვარი, მაგრამ ეს რომელი იან მაიკ ტაისონი ვიცოდი ვინ იყო. ხო ვიცი ვინ იყო, მაგრამ ჯეკ პოლს რო ხდებოდა მაიკ ტაისონი ალახან. ის მაიკ ტაისონი არ იყო. და ამაზე მაგ ხა ცოტა ისეთი უტრირება არა, თქო, ის სხვა ასაკშია ის ტაისონი და იან ბლახოვიჩის ჯერ შორს არის იქამდე, მაგრამ ნუ შინაარსობრივად იგივეა და ამიტომ არ ვიცი, თუმცა იმედი მაქვს რომ ბლახოვიჩი, ნუ თუ ფლათის ბლახოვიჩი არ არის, მაგრამ ნუ აი თან ნახეთ ბლახოვიჩი, აი ბოლო პერიოდში კარგახანია ასაკში ბლახოვიჩი ხედავთ, მაგრამ რო შეხედოთ ბლახოვიჩის ბოლო 3 ბრძოლას, საერთოდ ჯეჯერების ასაკი მაინც და მაინც დაიტყო ვერ ვიტყვით. კი, ფლათისეთი შეიძლება არ არის, მაგრამ ისევ ტოპ მებრძოლია და ახლავე დაგისაბუთებთ რატომ არის ბლახოვიჩი ტოპ მებრძოლი, მე აქ ვიტყვი მის ბოლო რამდენი 1 აი 1 2 3 4 5 6 ბოლო 6 ბრძოლა ნახეთ. კი, ამ ბოლო 6 ბრძოლაში 3 წააგო, 1 ფრე და 2 მოიგო, ცოტა სულ არ არის, მაგრამ ვის შეხვდა ამ ბოლო 6 ბრძოლაში ნახეთ. ისრაელ ადესანია, გლოვერ ტეიშეირა, ყოფილი ჩემპიონი. ალექსანდრ რაკიჩი, რომელსაც მოუგო, ადესანიასაც მოუგო საჩულის. მაგომედ ანკალაევი ფრე, ნუ გასაგებია ეგ აჩუგეს ამიშლობა ახლო ბრძოლა, კარგად ებრძოლა ხო ანკალაევს, რომელიც ყოფილი ჩემპიონი ასევე. შემდეგ ალექს პერეირა, რომელიც ასე ნუ ყოფილი არა, ჩემპიონია და კარლოს ულბერგი. აქედან ალექს პერეირასთან სპლიტია, ნუ გახსოვთ ხო როგორი ბრძოლა. ანუ შესაძლოა ბოლო პერიოდში მიუხედავად იმისა, რომ ასაკშია იან ბლახოვიჩი მაინც ტოპ მებრძოლია.
მაგრამ კიდევ რომ გავიმეორო რომ ამ ასაკში აი მართლა როდის უტყავს ასაკი ყოველ მომდენო ბრძოლაზე შეიძლება სხვა ტიპი იყოს. შეიძლება ის იგივე იყოს. არ ვიცი. და მე არ ვიცი როგორი იქნება ბლახოვიჩი და ამიტომ უბრალოდ დავშევიგავებ ამ ბრძოლაზე, თორე ისე აი საქმება საერთოდ უსკოვს ბლახოვიჩთან, ხო? აი შემდეგი ბრძოლა, ჰენრი სეხუდო პეიტონ ტალბოტი. სწორედ დაგვცა 4 ბრძოლა და დაგიკვირდება და აი ამ 4 ბრძოლაში უფრო ნათლად ხედავ ფავორიტებს და აი უფრო გონია რომ უფრო არ შევწდები პროგნოზში. აჩერება ჰენრი სეხუდოსა და პეიტონ ტალბოტს შორის. აქ რატომაც გონია რომ სეხუდო აღარ არის მზად ასეთი ბრძოლებისთვის და ვფიქრობ რომ ახალგაზრდა ტალბოტი დაძლევს ამ ბარიერს და გამოაგდეს ტოპატიდან ჰენრი სეხუდოს. მესმის რომ ტალბოტმა ბოლო მარცხი ტალბოტს რაც ჰქონდა ჭიდაობით აჯობეს მას, გულისხმობ აუდი ბარსელასთან მის ბრძოლას, მაგრამ ჯერეთი ეს იმას არ ნიშნავს რომ აქ აჯობეს, აქაც აჯობებს, ხო რაღაცას პეიტონ ტალბოტის სწავლობს. პლუს აქ არის ის მომენტიც არის, რამდენად ელოდა პეიტონ ტალბოტი აუდი ბარსელასთან ჭიდაობას, ხო შეიძლება სულაც არ ელოდა და ეს აღმოჩნდა ფაქტორი ამ ბრძოლაში, ხო? და ჰენრი სეხუდოსთან ჭიდაობას ნამდვილად ელოდება პეიტონ ტალბოტი. მოკლედ თან სეხუდო მე ვფიქრობ რომ გატეხა იმან საუბრობდით ამას წინათ ლაივში, ხო, Fight Night ლაივში. ბუკა შარიქაძესთან და შარიქაძემაც ეს სიტყვები თქვა, მერაბმა გატეხაო სეხუდო და მეც მგონია რომ მერაბმა მართლაც უკვე გატეხა სეხუდო და რაც შეიძლება შევსწრე რა თქმა უნდა და სულ არ მეწყიდება, იმიტომ რომ ჰენრი სეხუდოს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მგონია რომ ტალბოტი მოიგებს. შემდეგი ბრძოლა ბრენდონ მორენო, მეორე ნომერი ხდება ტაცურო ტაირას. ჩემს ერთ-ერთ ფავორიტ მებრძოლთან ტაცურო ტაირაზე აი ამოდის ზედა მთვარე, ქართველ მებრძოლებს არ ჩავთვლით და საოცარ ტალანტად მიმაჩნია, ძალიან კრეატიული მებრძოლი, ზღაპრული მებრძოლი და ამ ბრძოლაში უთვლი იმას ანდერდოგად გაგიკვირდება და დიახ მებრძოლთან რომელიც მე საერთოდ არ ვთვლი ბრენდონ მორენოს რაღაც უნიკალურ მებრძოლად, უნარებით, თორე ისე მებრძოლი ბიჭია. აი ასეთ მეტოქესთან გაიკვირდება და ტაცურო ტაირა მგონი ანდერდოგი. მე ვფიქრობ რომ მორენო არის ტაცურო ტაირასთვის სტილისტურად ყველაზე ცუდი ვარიანტი, რაც შეიძლება აქ კონდეს და ახსნი რატომ ტაცურო ტაირა არის თვითონ შემქმნელი, შემტევი, შეტევაზე ორიენტირებულია შემქმნელი, ის კრეატიული, ასე ვთქვათ, ის ქმნის შემოქმედია, ხდები და ბრენდონ მორენო თელ თავის კარიერის განმავლობაში იყო ჩამშლელი. ბრენდონ მორენო არ არის საუკეთესო არცკრეპერი, არ არის საუკეთესო სტრაიკერი, არც არაფერში არ არის, აი ძალიან მაგარიც კი არ არის. საუკეთესო არ არის, აი მაგარიაო რომ რა სტრაიკინგი აქვს, რა გრეპლინგი აქვს, არ არის ასეთი. კარგია, იქაც მე არ ვიცოდი. მაგრამ საუკეთესო არ არის, მაგრამ რაც აქვს ამბიც, ეს აქვს ის რომ მას შეუძლია მეტოქეს აურიოს, გაუფუჭოს თამაში. აი ჩამშლელი ფეხბურთში რომ ვამბობ, ჩამშლელი გუნდიაო რა. თავის შეტევაზე კი არ აკეთებს იმას, აქცენტს, არამედ აკეთებს მეტოქის ჩაშლაზე. თუ დააკვირდები ბრენდონ მორენო, როგორც წესი თვითონ იჩევს მეორე ნომერს. ო ძალიან აგრესიულია მეორე ნომერი. აგრესიულია, მაგრამ მეორე ნომერია ყოველთვის. ის არ ქმნის, ის უფუჭებს და ტაცურო ტაირა ესეთი არა რომ აი ტაცურო ტაირას თუ აურიეს, თუ მის ბრძოლებს თუ გავიხედეთ, ვისთანაც აერია ის გეგმა და ვერ აეწყო ისე როგორც უნდა და დაიბნა ძალიან. გატყდა. და აი ეს გატეხვა ბრენდონ მორენოს შეუძლია. თან პლუს ამას დავუმატოთ ის რომ ტაცურო ტაირას თავარი უშუალოდ უნარებს თუ ჩაურმავდებით არის გრეპლინგი და ეს საბმიშენების უკეთების უნარი და ამ ხრივაც ცუდი ვარიანტია მორენო რეზინის. მორენოს დასაბმითება ძალიან რთულია და წარმოუდგენლად რთულია. და ვფიქრობ რომ შეიძლება ახალგაზრდა იაპონელისთვის ცოტა ფსიქოლოგიურად გარდამტეხი აღმოჩნდეს ის ფაქტორი რომ ვერც გატეხოს მორენო და ვერც მიწაზე ასე ვთქვათ დაასაბმითოს ან რაღაცა ძალიან დომინანტური გრეპლინგი იქნების. კიდევ ერთხელ იქიდან გამომდინარე რომ ტაცურო ტაირა ძალიან უნიჭიერესი ბიჭია, მე არ ვამბობ რომ დიდი ფავორიტია ბრენდონ მორენო, უბრალოდ მე ვამბობ რომ ისე ანდერდოგად მოდი არ დავასახელებ ტაცურო ტაირას, მაგრამ მოდი ასე ვთქვათ 50-50, მაგრამ არ გამიკვირდება რომ
ანუ 50-50 მაგრამ ძალიან მეშინია რომ დაწვრომ არ წააგოს უფრო იქით არ გადაიხაროს იმიტომ რომ ძალიან უხერხული ბიჭი ყავს მეტოქით დაწვრა დაირას და მივადგეთ საჩემპიონო ბრძოლებზე ალექსანდრო პანტოჟა ჯოშუა ვონი აი ამ ბრძოლაში მე ვხედავ ყველაზე დიდ ფავორიტს ვარ მოგატყუოთ აი სხვაგან იმ ხელა ფავორიტებს აქვე რა ხელაზე საკ და ეს არის ცხადია ალექსანდრე პანტოჟა რატო ჯოშუა ვონს არც ავერჩი და ვთქვი რომ მართლა ძალიან ნიჭიერი ბიჭია, მაგრამ პირველ რიგში დავანებოთ უნარებს თავი, რა, არ დავიწყებ. გასაგებია რომ პანტოჟა უფრო მიწაზე თუ გადაიყვანა პანტოჟამ და ეს არის მოსალოდნელი, გადაიყვანს მიწაზე და იქ დაამუშავებს ის და დააზიანებს და გაგუდავს ან მოტეხავს რაღაცა, მოკლედ არ აქვს მნიშვნელობა. მაგრამ თავარი ეს არ არის, რომ დავანებოთ თავი უნარებს და თუნდაც უნარებით იყოს ჯოშუა ვონი პანტოჟაზე უკეთესი, თუმცა არ არის უკეთესი და პანტოჟა უკეთესი მასე, მაგრამ დაუშვათ იყოს, ხო, ჩავთვალოთ რომ იყოს ამ დონეზე საჩემპიონო დონეზე და ასე ტოპ მებრძოლების დონეზე როგორც სადაც არიან დავუშვათ პანტოჟა, ტვალიშვილი ხო იქ ფურია მახაჩევი პერე ყველა უმაღლესი დონე აქ ყველა პატარა დეტალს და პატარა უპირატესობას აქვს ნიშნულობა გასოთ რომ მოდი შევჩენკო ველიჯენგის ბრძოლაზე რომ იქ ერთ თითქოს უმნიშვნელო დეტალში თუ გაქვს უპირატესობა ეს ისეთი ოსტატები, დიდ ოსტატები არიან, რომ ამას იყენებენ. აქ არ შეიძლება რაღაცაში კონდეს დიდი ჩამორჩენა. და ჩამორჩენა ვანც აქ, პანტოჟასთან იცი და აქ ბავშვია, ჯოშუა ჯერ 24 წლის არის შეგასწავლე ჯოშუა და ალექსანდრე პანტოჟა ბავშვთან არ წააგებს. აი როგორი ნიჭიერიც არ უნდა იყოს, ალექსანდრე პანტოჟა ბავშვთან არ წააგებს. აი ამით მოვჩები და მე ვერ ხედავ ჯოშუას გამარჯვებულას ამ ბრძოლაში. არ დაგიმალავთ, თუნია რომ პანტოჟა მოიგებს თან ისე მოიგებს რომ დიდად პრობლემაა. პრობლემა არ იქნება რა პანტოჟა შეიძლება დასისხლიანებულა კიდეც, მაგრამ დიდად პრობლემა ეს მისთვის არ არის. კი შეიძლება პატარა იქაც წარბი გაუწეს რაღაცა, მაგრამ ვფიქრობ რომ ძალიან საუბრებში გაივლის პანტოჟა ჯოშუა ვონი თან ახლა წარმოიდი ჯოშუა ვონმა თუ მოიგო რა ხდება. მე მგონი ახლა შეიძლება შევცდე, მაგრამ თუ არ ვცდები ჯოშუა ვონი ხდება ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი. რა ვიცი, ჯოშუა ვონს ხედავთ ამ სტატუსში ეგ მეორე ფაქტორი კიდე რატოს ვერ ხედავ. მოკლედ, ჩემი აზრით დიდი ფავორიტია აქ ალექსანდრე პანტოჟა და მივადგეთ ბოლო ბრძოლას. მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანი. ნუ სტილისტიკაზე ვსაუბრობ და მოდი სტილისტიკაზე არაერთხელ მithქვავს სხვა ეთერშიც ასოციაციის დროსაც რომ ყოველთვის ვამბობდი რომ მერაბ დვალიშვილი სტილისტურად არის ყველაზე ცუდი ვარიანტი პიოტრ იანისთვის. მიუხედავად იმისა რომ მე ვთვლი რომ ამ წონის დივიზიონში მერაბ დვალიშვილის შემდეგ საუკეთესო მებრძოლი მგონია რომ არის პიოტრ იანი. მათ ყველა დანარჩენზე უკეთესია. მაგრამ ვფიქრობ რომ აი მერაბ დვალიშვილისთვის პიოტრ იანი არის შეიძლება იყოს ერთ-ერთი აი ამ ტოპ მებრძოლებში რა თქმა უნდა ერთ-ერთი ყველაზე მარტივი. მაგალითად იგივე უმარ ნურმაგომედოვი მგონია რომ უმარ ნურმაგომედოვიც არის აბოლონიაში მერაბისთვის ჩემი აზრით ტოლსტოი და ფავორიტი არ იქნება, მაგრამ უბრალოდ პიოტრ იანთან შედარებით კიდევ უხერხული შეიძლება იყოს. მაგრამ იმიტომ რომ ჭიდაობა იცის რაღაც. პიოტრ იანმა ძიძის ჭიდაობა, მაგრამ მერაბის ჭიდაობასთან პიოტრ იანის ჭიდაობა საერთოდ პიოტრ იანმა ჩათვალე ჭიდაობა არის მერაბს როცა ხდება. და თან პიოტრ იანი არ არის არც მარლონ მორაეში და არც შონომალი რომ ერთი რაღაც მოქნეული დარტყმით თიშავდეს. ყოველთვის არის ამის შანსი. მერაბი არ არის პირველ რიგში, მაგრამ მერაბმა გადაშა რუფეონს ტოცი ხო როგორ მოხდა UFC-ში გახსოვთ, მაგრამ ამიტომ 100%-იანი არ არის არასოდეს ასეთი მოსაზრებები, მაგრამ ზოგადად მას ხასიათში და მის სტილში არ არის პიოტრ იანის სტილში, რომ ერთი მოქნევით გათიშოს მეტოქი. პიოტრ იანი ყოველთვის ამზადებს შეტყვის. მისი სიტყვები არის მომზადებული მეტოქის მოქმედებებზე აწყვილი მრავალსლიანი ძალიან კომბინაციებით აზიანებს პიოტრ იანი და ყველა კომბინაციებში რომ სამი მოქმედება შეიძლება იყოს თითოეული მოქმედება იწვევს მეტოქის რაღაც მოქმედებას რომლისთვისაც ზატაკს იანს საპასუხო მოქმედება იმის პასუხზე კიდე მესამე და ამ დაგვედა ასე მერაბთან ვერ დაგეგმავ იმიტომ რომ პირველივე მოქმედების შემდეგ რას გააკეთებს მერაბი ამას ვერ გამოიცნობს რაც არ უნდა კითხულობდე ვერ გამოიცნოთ ერთ შემთხვევაში მარჯვენას რომ მოუწევ მერაბმა შეიძლება ერთი რამე გააკეთოს მეორე შემთხვევაში ზუსტად იგივეს რომ მოუწევ შეიძლება სულ სხვა რამე გააკეთოს და ეს რაც გააკეთეს მერაბი შეიძლება თვითონ მერაბმა აიცოდეს იმას. ამიტომ პიოტრ იანისთვის მერაბ დვალიშვილი არის საშინელება ჩემი აზრით.
ვერასოდეს ვერ მოუგებს პიოტრიანი მერაბდვალიშვილს. ერთადერთი ფაქტორი, რაც ცოტა არ იყოს მაშინებს, არის ის, რაც ყველა საუბრობს, რომ ამდენმა წონის კლებამ არ გამოიწვიოს ის, რომ მერაბ იყოს გამოფიტული. მერაბდვალიშვილი თუ ენერგიული არ არის თავის ენერგიაზე. თუ არ არის ზოგადად ენერგიისგან დაცლილი, თუ არის, რა თქმა უნდა, ის მერაბდვალიშვილი აღარ არის. ნებრივია, რომ ეს მაშინ ძალიან ცუდია. ეხლა რაც შეეხება ამის შიშის საფუძველი გვაქვს თუ არა? ნუ რა თქმა უნდა, ერთის მხრივ არ უნდა ქონდეს, რომ მერაბმა თავის ყველაზე კარგად თავის უნარები და თავის შესაძლებლობები ყველაზე კარგად თვითონ იცის. ჩვენ არ დაგვიკეთე მე პირადად წონის კლება ესეთი რაც დღეს ხდება არასდროს არ გამიკეთები და სექტამიცი როგორია წარმომიდგენია რომ საშინელება მაგრამ როგორი გადასატანია მე თვითონ არ ვიცი და ახლა მერავს მე ვერ ვასწავლი და ვერ ვასწავლი ეს როგორია სავარაუდოდ მერავა იცის რას საკეთებს უბრალოდ მე სიმართლე ვიტყვი იმდენი ლაპარაკობს ამაზე რომ ნუ ვინ არ გინდა მეც ვამბობ რომ ცოტა ახლა მე ნერვიულობ რომ რაღაცა იმედენჯერი თქვა ამაზე რომ რაღაც შეიძლება ენერგია დააკლდეს რაღაცა ნუ მე იმედი მაქვს რომ ეს ყველაფერი მერაბს გათვალისწინებული ქონდა და თუ მერაბი აი 100%-ით საჭირდება იანთან აი 90%-იცაც რო იყოს თავის შესაძლებლობების აი უბრალოდ შანსი არ აქვს პიოტრიანს ჩემი აზრით ხო ნუ ამიტომ ისევ და ისევ იმდენი საუბარი იყო რომ მოდი დავიტოვოთ იმედი რომ ეს საუბრები ფუჭი იყო და მერაბმა ჩვენივად იცის თავის სხეულის და ორგანიზმის ამბავი და ძალიან კარგად იცის და ჩვენივად იქნება ჩვენი დროით კვირას გამთენიისას და ამიტომ მოდი გამოვრიცხოთ ეს მომენტი და თუ ეს მომენტი გამოვრიცხეთ ძალიან დიდი ფავორიტია მერაბდვალიშვილი რა. ნუ კი პიოტრიანმა ერთხელ წააგო მერაბთან შესაბამისად ის რაღაც დასწრეს გამოიტანდა და ალბათ ცოტა უკეთესი იქნება იმაზე ვიდრე იყო მაგრამ ჯერ ერთი ვერ შეიცვლება პიოტრიანი და ის რაზეც ვისაუბრე მისი თვისებები მისი საბრძოლო უნარები ხო რადიკალურად არ იცვლება მარლონ მორაიში ვერ გახდება უცებ პიოტრიანი მე იმას ვკარავ რომ უკეთესია მორაიში პირიქით პიოტრიანი ვერ ვთქვი მაგრამ ის თვისება რაც აქვს მარლონ მორაიში ის აქვს მარლონ მორაიში ამას სხვა თვისებებია ვერც შონომალი ვერ გახდება ხო ისევ პიოტრიანი უბრალოდ გაუმჯობესებული პიოტრიანი ხო და უფრო კარგად ამზადებს დაუშვათ ვიდრე ამზადებდა მაგრამ ეგ არის რომ მერაბთან საერთოდ მომზადებას აზრი არ აქვს შეტევის მომზადებას ვერ გამოიცნო ხო და თან მეორე მომენტი ხა გასაგებია რომ პიოტრიანი რაღაცებს ისწავლა ჯერ მერაბი ჩვენ ვიცით რომ მას შემდეგ აი ხანი გავიდა რაც პირველად შეხვდა პიოტრიანს და მერაბი ბრძოლამდე იზრდება ვითარდება ეს ამ ჩვენ დავინახეთ არაერთხელ ამიტომ მე სიმართლედ გაფორმოფიტვაზე მეტად რაც არაერთხელ მithქვავს ცოტა მაშინებს ეს ახალმა მწვრთნელმა რაღაც არ შეცვალოს მის სტრატეგიაში და მის თავარ ასე ვთქვათ ტაქტიკურ იარაღში თუმცა არ მგონია ხა რატომ უნდა შეცვალოს ხო და ერთი იმანაც რომ შეცვალოს ხა მერაბი ძალიან ჭკვიანი ადამიანი ხალხში ბევრს შეიძლება გაუკვირდეს ამას რომ ამბობ და ცოტა ისეთი თვითონ შეიქმნა მერაბმა ისეთი იმიჯი ვითომ თვითონ ცოტა ისეთი მარტივი მაგრამ არ არის ასე მერაბი ძალიან ჭკვიანი ადამიანია და მე ვფიქრობ სულ რომ არ დაურიოს კუთხემ და ამ მწვრთნელმა შეეშალოს ახლა დაურის შეგნებულად კი არა მერაბი ბრძოლის ხელობაშივე ყოველ შემთხვევაში მიხვდება და თვითონ მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას მოკლედ თუ ეს იყო რა ვიცი რაც მინდოდა მეთქვა ამ კარტზე მომწერეთ თქვენი მოსაზრებით მეთანხმებით თუ არ მეთანხმებით კიდევ ერთხელ და მოგიწოდოთ რომ მოიწონეთ ეს ვიდეო და რა თქმა უნდა გამოიწერეთ ჩემი არხი იქ დააჭრით იქ რაღაცა ზარევით რო არის თუ რაღაც რაც ქვია მოკლედ და ნუ რა ვიცი მაშინე თქვენთან გავჩნდები მოკლედ ნახვამდის გემშვიდობებით ველოდებით კვირა გამთენიას მერაბდვალიშვილის ერთი წლის განმავლობაში თამრის მეოთხე დაცვას და რა თქმა უნდა იყავით ჯანზე აბაჰე